მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მაესტროს, ასევე უსმენთ რადიო მაესტროს FM 94.7-ზე. ეს არის გადაცემა გამოკითხვა, მე თამუნა კვარაცხელია ვარ. შეგახსენებთ, რომ გადაცემის მსვლელობის დროს პირველ ნაწილში თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 249-460 და ჩვენს მთავარ საკითხთან დაკავშირებით გამოხატოთ თქვენი პოზიცია, რაც შეეხება თემას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო 30 ლარიანი ვაუჩერების გაცემას იწყებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაზაგოროზიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 3400 სოფელში 800.000-მდე ვაუჩერი გაიცემა, რომლის მოქმედების ვადა 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდეა განსაზღვრული. ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელი იქნება მიწის სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის ან სასუქის შესაძენად. 2012 წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გამოუყენებელი ვაუჩერის განახდება ლიბერტი ბანკის ფილიალებში იქნება შესაძლებელი. მექანიზატორებს და სასუქით მოვაჭრეებს ვაუჩერის განახდება მიღებისთანავე შეეძლებათ. მაშასე როგორ აფასებთ ამ ახალ ინიციატივას და იქნება თუ არა შეღავათი გლეხებისთვის 30 ლარიანი ვაუჩერი გავიმეორებ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს 249-460. შეგვიძლია მოусმინოთ პირველ მაყურებელს. გამარჯობა. ალო, გისმენთ ეთერში ხართ. მე არ ვაფასებ ყოველივე ამას დადებითად, იმიტომ რომ ეს არის მორიგი მასხარად აგდება ქართველი მოსახლეობის. გლეხები აშიმშილეს მთელი წლების განმავლობაში, ეხლა ჩიმშილობენ, განადგურდა მთელი სოფელი და ეხლა მათხოვრებებით 30 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ, მაგრამ ნუ ესეც რაკნას მოსახლეობა რასაკვირველი აიღებს, მაგრამ აი ეს ვაუჩერები მთავრობამ, ხელისუფლებამ, პარლამენტარებმა, მინისტრებმა თავიანთ სოშლს დაურიგონ საახალწლო და მისცენ მათ. კარგით. მადლობა ზარისთვის. შეგვიძლია მოусმინოთ შემდეგ მაყურებელს, რომელიც პირდაპირ ეთერშია 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. როგორ აფასებთ ინიციატივას და იქნება თუ არა შეღავათი ეს გლეხებისთვის? არავითარი შეღავათი არ იქნება ეს გლეხებისათვის, ეს არის ნაციონალების მორიგი იაფასიანის არჩევნო კამპანიის დასაწყისი. გასაგებია. მადლობა ზარისთვის 249-460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში ღიად გამოხატოთ საკუთარი პოზიცია. მაყურებელი ეთერში, გამარჯობა. საღამოშვიდობის პირდაპირ ეთერში ვარ. პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. დღეს მშვიდობის შემოწამუნა მაქსიმალურად ფერიდები ხოლმე დარეკვის საუბარზე და უბრალოდ რა არის იცით? აი როგორც იყო ეს 5 ლარიანი, 10 ლარიანი ვაუჩერები, გლეხს 30 ლარი. წარმოიდგინეთ ახლა რა არის იცით? 30 ლარად იყიდის ნუ რამდენი ლიტრ საწვავს, ხო? გესმენთ გოგონი? დიახ, გისმენთ. ეს არის ხუმრობა, კიდევ ერთი ხუმრობა და წინა საარჩევნო მაიმუნობა. კარგით, მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ 249-460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა ეს რეალური შეღავათი გლეხებისთვის? გულისხმობ 30 ლარიან ვაუჩერს, რომელიც მათ აუცილებლად დაურიგდებათ 31 დეკემბრიდან. მაყურებელი ეთერში, გამარჯობა. 20 დეკემბრიდან. მთავრობას დახმარება რომ ზრდეს გლეხების ამდენ თურქულ პროდუქციას შემოიტანდა, ან საძოვრებს გაუყიდიდა. ან ეს 30 ლარი ვისრას უნდა და რას გავიშ საჭმოც იყიდიან ალბათ მაგ 30 ლარით. ანუ თქვენ თვითონ რომ საერთოდ არ უნდა იყოს ეს ვაუჩერი დარიგებული? დაიმე ღმერთმა ქნას კი ბატონო დაურიგონ, მაგრამ არაფერი მნიშვნელობა არ ექნება. კარგით. მადლობა ზარისთვის. საინტერესოა რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი. გამარჯობა. გისმენთ ეთერში. ალო, გამარჯობა, გენაცვალე. დიახ. დედიკო, ეს 30 ლარი, განა ლარია 30 ვერცხლია. ეს არის 30 ვერცხლი, რომლითაც აიყიდება ხალხი. დიდი მადლობა. მადლობა ზარისთვის თქვენ. შევახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო 30 ლარიანი ვაუჩერების გაცემას იწყებს. ქვეყნის მასშტაბით 3400 სოფელში 800.000-მდე ვაუჩერი გაიცემა, რომლის მოქმედების ვადა 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდეა განსაზღვრული. ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელი იქნება მიწის სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის ან სასუქის შესაძენად. მაყურებელი ეთერში, გამარჯობა. გისმენთ? ბრძანეთ ეთერში ხართ, იქნება თუ არა შეღავათი ეს გლეხებისთვის? შეღავათიანი, იცით რა არის, გლეხებს საერთოდ ადრე
დიახ, გისმენთ. ეხმარებოდა 80 წელს იყო დედაჩემი 92 წელს რომ წავიდა სოფელში და იქიდან გვეხმარებოდა ჩვენ. გაზარმაცებულია ხალხი და გამათხოვრებულია ხალხი. ხელის განდრევა არ უნდა. როდის იყო რომ გლეხს ეხმარებოდა ან მეფის ნაცვალი, ან თვითონ მეფე, ან საერთოდ ვინმე. გაზარმაცებულია ხალხი. 80 წლის ქალი 92-13 წელს წავიდა სოფელში და გვარჩენდა სამ ოჯახს. სამი ოჯახი ვიყავით. სამი დები ვართ გათხოვილები და 7-8 კილოენ იძაურებს გვიგზავნიდა იქიდან და მეზობლები დედაკაცები რომლებიც გვერდზე მუშაობდნენ და გვერდზე ცხოვრობდნენ ქინძზე ბოსტანში დედაჩემთან შემოდიოდნენ. სირცხვილია. გასაგებია თქვენი განწყობა, მადლობა ზარისთვის. 2-4-9-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. მაყურებელი ეთერში, გამარჯობა. გისმენთ, ბრძანეთ. სანამ მაყურებელი დაგვიკავშირდება, გაგაცნობთ ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებას. ზაზა გოროზიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი 30 ლარიანი ვაუჩერით მიღებული შეღავათი ამ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის მცირედი დახმარება იქნება. მაყურებელი ეთერში, როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა შეღავათი ეს ვაუჩერი გლეხებისთვის? გისმენთ. ალო, გამარჯობა, ბრძანეთ. გამარჯობა. დიახ. ბებიამის მიართვას ის 30 ლარი. კარგით. მადლობა ზარისთვის, ყველა მაყურებელს ვთხოვიყვნენ კორექტულები, გამოხატონ ღიად საკუთარი მოსაზრება, თუმცა ეთიკის ფარგლებში. 2-4-9-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და მაყურებლის ზარსაც მივიღებთ ეთერში. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ. ნაციონალურ მოძრაობას დიახ. უკვე დიდ ქალაქებში, ხო? აზრი აღარ აქვს. ხდებიან რომ ვერ გაიმარჯვებენ. ეხლა უკვე სოფელს მიაბდნენ. ითმობ სოფლებში მაინც მოიპოვოთ ხმაო. ეს მათი პოლიტიკური ამბიციის ამბებია. კარგით. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ გადაცემის პირველ ნაწილში დრო გეთმობათ თქვენ, რაც შეეხება გადაცემის მეორე ბლოკს, ჩვენი სტუმარი იქნება თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი წევრი დავით ონოფრიშვილი. მაყურებელი ეთერში, გამარჯობა, როგორ აფასებთ ინიციატივას და იქნება თუ არა ეს შეღავათი გლეხებისთვის? გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ. ეს არანაირი შეღავათი არ იქნება ჩემი აზრით. როგორც უმრავლესობა მაყურებლების, ვინც გირეკავთ, მეც ისევე ვფიქრობ, რომ ეს მორიგი რაღაცა ისეთი სისულელეა რა. საერთოდ არ უნდა დარიგებული იყო ეს ვაუჩერები, როგორ ფიქრობთ, თუ ჯობდა დარიგებული? არა, უნდა დარიგებული იყო ეგ ერთია. ანუ თქვენ რა მაგრამ ამას რა შედეგი ექნება და ეს ვთქვათ, რა რეალური მას ეფექტს იქონიებს, ხო? ამ სექტორზე, სოფლის მეურნეობაზე, ეს მეორეა. რა შეიძლება 2 ლარიც რო დაარიგონ, ესეც რაღაცა გაღებული რაღაცა ისაა, მაგრამ ეს ხო სისულელეა რა, ყველამ ვიცით ეს რას ნიშნავს. კარგით. კარგით, მადლობა ზარისთვის. 2-4-9-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. აქტიურად გამოხატეთ თქვენი მოსაზრება პირდაპირ ეთერში. მაყურებელია, გამარჯობა. გამარჯობა, გენაცელი. გისმენთ. ეთიკიში რომ თქვენ ბრძანებთ, რომ კორექტული იყავით, ნუ რა კორექტულობაზეა ლაპარაკი. მეწოდება ჩემი საცოდავი ქართველი ხალხი და საერთოდ ქართველი მოსახლეობა. ასე მასხარად აგდება. შეიძლება ხალხი ნუ ეს ხო ნუ მასხარად აგდება არის, არ ვიცი პირდაპირ რატო რა დავაშავეთ ამისანა, რა დაუშავეთ ამისანა ამ ხელისუფლებას არ ვიცი. მადლობთ. მადლობა ზარისთვის. თქვენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო 30 ლარიანი ვაუჩერების გაცემას იწყებს. ქვეყნის მასშტაბით 3400 სოფელში 800.000-მდე ვაუჩერი გაიცემა, რომლის მოქმედების ვადა 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე განსაზღვრული. როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა ეს ეფექტური და იქნება თუ არა ეს შეღავათიანი გლეხებისთვის? 2-4-9-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. მაყურებელი ეთერში, გამარჯობა. გისმენთ. გამარჯობათ. არც ეფექტური იქნება და არ შეღავათიანი. და შეიძლება ერთი პოზიცია ჩამოვაყალიბო ჩემი გუშინდებებადებთან დაკავშირებით.
დებატები უბრალოდ არ არის ჩვენი გადაცემის თემა და ვთქვით რომ ეს დრო დაუთმოთ იმ მაყურებელს რომელიც ცდილობს ჩვენს დღევანდელ თემასთან დაკავშირებით გამოხატოს საკუთარი აზრი თუმცა მოკლედ ბრძანეთ რისი თქმაც გსურთ კარგით გაითიშა როგორც მივხვდი ხაზე აღარ არის მაყურებელი 2499460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი მაყურებელს მოусმინოთ გამარჯობა გისმენთ ეთერში ეს იგივე ვარიანტი არის აი წლის მანძილზე რო ადამიანს აშიმშილებენ და მე ერთხელ რომ იცემენ 30 ლარს აი რა მნიშვნელობა აქვს ეს იგივე აი ჯანმრთელობის პოლისებს გვაძლევენ გვიწერია შიგნით 12000 ლარიან ოპერაციას გაგვიკეთებენ გესმით და სიტყვაზე მჭირდება 30 ლარის მედიკამენტი და არ მეხმარებიან გამოდის რა ეს არის თაღლითური სიტუაცია კარგით მადლობა ზარისთვის შეგახსენეთ რომ ის ვაუჩერი რომელიც იქნება დარიგებული გამოიყენება მიწის სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის ან სასუქის შესაძენად როგორ ფიქრობთ იქნება თუ არა ეს შეღავათი გლეხებისთვის 2499460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი მაყურებელი დაგვიკავშირდა ვუსმენთ ალო გამარჯობა ხომის შემეხმა ეთერში ხართ ბრძანეთ გვესმის თქვენი ხმა ეს 30 ლარიანი ვაუჩერზეა ხომ საუბარი კი ბატონო აი ზუსტად ასე ესმის სოფლის მეურნეობის წამოწევა ჩვენ სოფლის მეურნეობის მესეურებს რომ 30 ლარიანი ვაუჩერით შესაძლებელია თქვათ რაღაცა გაკეთდეს სოფლის მეურნეობაში აი ეს არის ხედვა და იმისი ადეკვატური აღსახვა რასაც ამშვენებენ სოფლის მოსახლეობას ეხლა აუცილებლად მინდა გამოვეხმაუროთ წინა დამრექს რომელიც კმაყოფილი იყო ამ დახმარებით ალბათ მის ოჯახს ამ პარტიისგან და ამ მთავრობისგან 10ჯერ 30 ლარიანი შემოსავალია ფრეში და რა თქმა უნდა ის მოიწონებს ამ პროგრამას რადგან მისთვის 30 ლარი ალბათ არანაირ თანხას არ წარმოადგენს ფიქრობს რომ თუ კი ამათი ეს პროგრამა კარგ ხანს გაგრძელდება ისიც ძირად კმაყოფილი იქნება რადგან მისი შემოსავალი აღემატება 10ჯერ და 100ჯერ 30 ლარს აი ამაშია ზუსტად საქმე ეს არის ხედვა ჩვენი მთავრობისა სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ აი ასე შემოიფარგლებიან ისინი ამით აპირებენ სოფლის მეურნეობის განვითარებას და შედეგიც ასეთია კარგით მადლობა ზარისთვის 2499460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი მაყურებელია ეთერში გამარჯობა ბრძანეთ როგორ ფიქრობთ არის თუ არა ეს ეფექტური გლეხებისთვის ეს დახმარება გამარჯობათ მოგესალმებით 30 ლარით რა უნდა გააკეთოს გლეხმა სოფელში მაინტერესებს ანუ ეს თანხა არის გამოყოფილი სასუქისთვის ასევე სხვა მიწის სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის და რომელი სამუშაოები ეზოს ვერ დაამუშავებს 30 ლარად ნუ გადამრიეთ მეტი მასხრა თაგდება რა გინდა და თქვენ კიდე მოგვიწოდებთ გენაცვალე კორექტულად 8 წელია სულში გვაფურთხებენ დაგცინიან და აღარაფერი უთხრათ ხელშეუხებლები არიან ყველანაირად რა არა ჩვენი გადაცემის ერთადერთი შეუცვლელი პირობაა იყოთ ეთიკურები 2499460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი შემდეგი მაყურებელია ეთერში გამარჯობა ბრძანეთ გამარჯობა გენაცვალე ისმენთ მანდილოსთან მეწეხან მგონი დაიწუნა როგორ მასრად გვიგდებენო 30 ლარიო ალბათ 30000-იც რომ მოგწეს იქ საიდანაც არ გეკუთვნის რატო უნდა აიღო რომელი პარტიაც არ უნდა იყოს რომელი საზოგადოება ვინც არ უნდა იყოს რატო იღებ იმ ფულს ხო იცი რომ შამად შეგერგება ჩემთვის სულ ერთია შენ მინ გამოგიგზავნის 30 ლარზე რაო მასრად გვიგდე 30000 დოლარიც რო იყოს უნდა აიღო კარგით, თქვენ შეგვიფასეთ ინიციატივა თავად. ბატონო? თქვენ ინიციატივად შეგვიფასეთ. მე ინიციატივა ასეთი მაქვს, რომ საერთოდ. არა, როდესაც რაღაცისთვის გიგზავნიან ფულს, ხელი არ უნდა მოკიდო. რაც შეეხება ვაუჩერიზაციას. ვაუჩერი იქნება თუ ესე, რა იქნება ეს იგივეა. კარგით, გასაგებია. ყველა მეცის რომ საქართველოს ქართულ ხალხს უჭირს. კარგით, მადლობა ზარისთვის. 2499460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო 30 ლარიანი ვაუჩერების გაცემას იწყებს. ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელი იქნება მიწის სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის ან სასუქის შესაძენად, როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა ეს შეღავათი გლეხებისთვის. მაყურებელი ეთერში, გამარჯობა. გამარჯობა. ისმენთ. მე ვფიქრობ რაც შეუძლია მთავრობას ამ ეტაპზე ეხმარება იმითი სასუქისთვის გამოყოფილი თანხით გლეხს შეუძლია იყიდოს სასუქი კარგით გასაგებია
სუპრემატები იცით რა მარტო კრიტიკა არაფერს არ ნიშნავს უკეთეს რას გვთავაზობენ ისინი ვინც ლანძღავენ მთავრობას კარგით გასაგებია თქვენი განწყობა მადლობა ზარისთვის შეგახსენებთ რომ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება თავისუფალი დემოკრატების წევრი დავით ონოფრიშვილი მანამდე მივიღებთ თქვენ სატელეფონო ზარებს ტელეფონის ნომერზე 249 მაყურებელი ეთერში გამარჯობა გამარჯობა გისმენთ შეიძლება რომ ჩავერთოთ უთხრათ როგორ ხდება პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ ხო კარგით ისა რა ქვია ვიღაცამ რო თქვა რომ არ უნდა ავიღოთო თუ ზედმეტი კი არ არის ისა 30 ლარად მე როგორც ვიანგარში დაახლოებით 13 ლიტრას სალარკის ყიდვა შეიძლება ამდენმა ხალხმა ერთად შეაგროვოს ეს ფული შეიყიდონ ერთიანად სალარკად გადაასხან ამას და წაუყიდონ ცეცხლი კარგი სერიოზულად თუ გვიპასუხებთ იქნება მე მგონი პრაქტიკული გამოყენება ეს კარგით რაც შეეხება შეფასებას შეფასება ეს არის კი ისა გამოართვან ვიყიდოთ სალარკად და გადავასხადოთ წაუყიდოთ მადლობა ზარისთვის 249 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლებში 30 ლარიანი ვაუჩერის დარიგებას იწყებს როგორ აფასებთ ამ ინიციატივას და იქნება თუ არა ეს შეღავათი გლეხებისთვის მაყურებელი ეთერში გამარჯობა გისმენთ ბრძანეთ გამარჯობა სამრიკო გესმით კი ბატონო მესმის ხო ჩემო ლამაზო გოგო 30 ლარი რა არის თიშილო 30 ვერცხლი მართლაც რომ შეიწიდონ გლეხები რომ ხმამისცენ პაიმაში რაში ასები რომ იქნება ეს არის მეტი არაფერი მისცემენ ხმას გლეხები 30 ლარი თაბა ეს მაგასწებული კაცი ეს გოროზია თუ რაღაც ოხრობა რა ეყოფა მაგას 30 ლარი კარგით მადლობა ზარისთვის შეგახსენებთ კიდევ ერთხელ 249 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი როგორ აფასებთ მთავრობის ახალ ინიციატივას როგორც იცით სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლებში 30 ლარიანი ვაუჩერების დარიგებას აპირებს მაყურებელი ეთერში გამარჯობა ალო გისმენთ ბრძანეთ მაგ პიარ და იმას ჯობია რომ ვაი ხელმძღვანელებმა ის მთლიანი თანხა 800000 ვაუჩერია ხო? დიახ 800000 დაიფინანსებინათ ის სატრაქტორო სადგურები და ფერმერი თვითონ მივიდოდა და იმას მოხნა ვერ ჭირდებოდა თუ შეწამლა ვენახის თვითონ განსაზღვრავდა ხო და ეს ყველაფერი უფასოდ ჩაეტარებინათ იმადა ის 24 მილიონია თუ რაღაცა გადასახდელი დიახ არის ცოდნა რომ ამ თანხა ეს ვაშად უფრო ადვილად მოხმარდება ვიდრე ასეთ პრიორიტეტ დარიგება მაგრამ სადაა თქვენი საერთოდ კარგით მადლობა ზარისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლებში 30 ლარიანი ვაუჩერების დარიგებას იწყებს როგორ აფასებთ ამ ინიციატივას იქნება თუ არა ეს შეღავათი გლეხებისთვის 249 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი მაყურებელი ეთერში გამარჯობა ალო ბრძანეთ ეთერში ხართ მე მაქვს ასეთი იდეა ჩვენს პრეზიდენტს ხომ აქვს იქ კახეთში მიწები დიახ და მივცეთ ორი ვაუჩერი მივცეთ ორჯერ 30 ანუ 60 ლარი და დემონსტრაციულად გვაჩვენოს როგორ შეიძლება აი ვენახის დამუშავება 60 ლარად და მე ჩვენს დავიჯერებთ რომ 30 ლარად შესაძლებელია ამ სამუშაოების შესრულება ხომ ყველაზე ჭკვიანია და ხომ ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე ჩვენ არ გვესმის ვერ ხდები და იქ გვაჩვენოს როგორ შეიძლება თავისი საკარმინდამო მიწის ნაკვეთი დაამუშავოს 30 ლარად და ჩვენს დავიჯერებთ გასაგები აქვე მინდა აღვნიშნო უბრალოდ რომ თავად სასაგოროზია ცხადებს რომ ეს არის მცირედი დახმარება გლეხებისთვის და არა იმ პრობლემის მცირედი არ ქვია ამას ეს არის რაღაც უაზრო დახმარება არც მცირედია არც დიდია ნუ რა დგავს ეს არ ვიცი გინდა 30 თეთრი მიეცა მაშინ ამ მნიშვნელობად ხა მიწის დასამუშავებლად როგორც 30 თეთრია უარგისი და არ გამოდგება ასე 30 ლარი არის არაფრის თქვენი ხა რა სისულელია მცირედი როგორ ქვია ამას ეს არანაირი არაფერია მაშინ ნუ დაარქმევს ამას სოფლის მეურნეობის დასახმარება დაარქვას ამას წამახალისებელი 30 ლარი კარგით მადლობა ზარისთვის 249 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის ვერსიაც გამარჯობა ბრძანეთ ალო გისმენთ ეთერში ხართ იცით რა მოინტერესებს ბატონო მე დახმარების ნაცვლად მირჩევნია ხელი არ შემიშალო და ისე ვიმუშაო რომ სადღაც აი საქონელი მინდოდა გამეზარდა ეხლა სოფლიდან ვარ ხო და
სასექტემბროდ ბავშვებისთვის ამ შემოსავლით მეყიდა წიგნები და რაც მჭირდებოდა. მაგრამ მოხდა სასწაული, დაადეს ყადარა ყველაფერს. საქონელს რო დაკლავ, იქიდან იმდენ გადასახადს გახდეინებე, რომ შენ ვერ ამოისუნთქებ, ვერ გაზრდი. შემოსავალი არ დაგრჩება. რაც შეეხება 30 ლარიან ვაუჩერს, რომელიც რეგიონებში უნდა დარიგდეს. აი 30 ლარის ნაცვლად მირჩევნია. ხელი არ შემიშალონ, მომცენ საშუალება, რომ ვიმუშაო და რეგიონიდან ეკავთ უკაცრავად. ლუკმა თვითონ გავმოვიმუშაო. თქვენ საიდან ეკავთ? თბილისიდან თუ რეგიონიდან? მე თბილისიდან, მაგრამ რეგიონში ვცხოვრობ. ეხლა სტუმრად ვარ მოსული. კარგით, გასაგებია. მადლობა ზარისთვის, როგორც უკვე გითხარით, ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი იქნება თავისუფალი დემოკრატების წევრი დავით ონოფრიშვილი. თქვენ შეგეძლებათ პარალელურ რეჟიმში დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 249-460 თუ გექნებათ კითხვები დაუსვათ ჩვენ სტუმარს. ჩვენ ამდენიმე წუთში დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. გადაცემა ბრუნდება დაპირების სამებს ჩვენ სტუმართან თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერთან დავით ონოფრიშვილთან ერთად. ბატონო დავით, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით. ბატონო დავით, მინდა მოგმართოთ იმ კითხვით, რაზეც საუბრობდით ჩვენ მაყურებელთან. თქვენ როგორ აფასებთ მთავრობის ამ ინიციატივას და იქნება თუ არა ეს შეღავათი გლეხებისთვის 30 ლარიანი ვაუჩერი? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ნაციონალური მოძრაობა, მთავრობა, ახალი სოფლის მეურნეობის მინისტრი იგივე პოლიტიკას, რაც აქამდე იყო, პრაქტიკულად არა რეალურ საქმეზე გადადიან, რაც შეიძლება ყოფილიყო თქვა ახალ სტრატეგიაზე მუშაობა, რაღაც ძირითად მიმართულებებზე საუბარი, რომელიც პრაქტიკულად აი 8 წელია სოფლის მეურნეობაში არანაირი დოკუმენტი არ დადებულა, თუნდაც აი როგორც ახლა 10 პუნქტიანი პროგრამა აქვს. ყოველშაბათში დოკუმენტის სახე მაინც აქვს რაღაცა, თუმცა იქაც ბევრი საპრობლემო საკითხია. ესეთი ელემენტარული სახის სტრატეგიული მიმართულებებიც კი არა სოფლის მეურნეობაში დადებული და რა პოლიტიკას ატარებს ღმერთმა უწყის. რაც შეეხება ახლა ეს 30 ლარიანი დახმარება, ალბათ ყველასათვის ცხადია და თქვენი გამოკითხვაც ალბათ იგივე შედეგს მოიტანდა, რომ რეალურად ეს არ არის პრაქტიკულად არანაირად სოფელთან დაკავშირებული არ არის, გარდა იმისა, რომ დღეს ხელისუფლება ხედავს, რომ არჩევნები მოდის, სოფლად მათ მიაჩნიათ, რომ კიდევ შეიძლება ხმების დაგროვება, რადგან ქალაქ თბილისში, სხვა დიდ ქალაქებში მათ პრაქტიკულად არ აქვთ რეიტინგი, ან ძალიან დაბალი აქვთ და შესაბამისად ცდილობენ, რომ ასე ვთქვათ, სოფლად რაღაცა რევერანსი ნაბიჯები გადაიდგას, რომ ვითომ ეხმარებიან სოფლის მეურნეობას. სინამდვილეში 30 ლარის მიცემას დღეს მხოლოდ ერთი სახე აქვს, ერთი რომ ეს პოლიტიკურად მომავალში არჩევნებში რაღაცნაირად იქნება მათ ხმამიცენ და მეორე მხრივ მინდა გითხრათ, ეს არის შეულებრივი დახმარება, რომელსაც სოფელთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის დახმარება, რომელიც უბრალოდ გადაეცემა თითოეულ მოსახლეს სოფლად და მათ რასაც უნდათ იმაში გამოიყენებენ და მე მინდა გითხრათ, რომ ახლა ბევრს დავდივარ. ყველაზე მეტად, აი რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხა? აი მას ვამბობდი. თავისუფალი დემოკრატები ძალიან ბევრს დავდივოდი, სხვათა შორის უკვე 1-5 თვეა გაზაფხულიდან დაწყებული სოფლად. თვითონ ირაკლი ალასანი 200 სოფელზე მეტში იყო ჩემ და თავად სხვა სოფლებში და ხანდახან მასთან ერთად და ასე და მინდა გითხრათ, რომ ეხლა სოფლად ისე შეჭირვებულად ცხოვრობენ, იმდენად არა აქვთ მათ ფულადი რესურსი, რომ ჩემი შეფასებით მინდა გითხრათ, რომ ეს პირველ რიგში ალბათ წავა წამლებზე, საკუთარ ჯანმრთელობაზე და წამლებზე, იმიტომ რომ არანაირი მათ უზრუნველყოფა არ აქვთ, ვთქვათ, იგივე მედიკამენტები და მუდმივი ჩივილი ეს იყო, რომ მათ არ აქვთ მედიკამენტები და ჯანმრთელობის პრობლემები და დაზღვევის და ასე, დაზღვევა რა თქმა უნდა თავისთავად არ აქვთ ძირითადად და რაც შეეხება ხა სხვა პირადი მოხმარების საგნებზე და ასე შემდეგ, ხა სოფლის მეურნეობა ის არაფერი არ მივა. მაგრამ თუმცა ავიღოთ თქვათ რაღაცა ნაწილი, რაც შეიძლება სოფლის მეურნეობას თუ მოხმარდა, თქვათ, აიღო, თქვათ ეს 30 ლარი და ეს არის დახმარება, ასე თქვათ, რომ ეს სოფლის მეურნეობის ამაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ნამდვილად არანაირი პირდაპირ კავშირი. ხა შეიძლება ვიღაცამ დახარჯოს სოფლის მეურნეობაში რაღაცა იყიდოს, ყოველ შემთხვევაში საწვავს თუ იყიდის ყველანაირი გათვლებით ეს არის 9 ჰექტარზე ერთხელ თუ მოხნავს თავის მიწას ან თუ სასუქს იყიდის ესეც ერთჯერადად რაღაცა ძალიან პატარა ტერიტორიაზე თუ ასე ვთქვათ გამოიყენეს. ანუ კავშირი სოფელსა და ამ დახმარებას შორის არანაირი პრაქტიკულად არ არის. ეს არის უბრალოდ სოფლის მოსახლეობაზე გაცემული 30 ლარიანი დახმარება. და არსებული ბიუჯეტი
თუ იძლევა იმის საშუალებას, თქვათ, ის პრობლემები მოგვარდეს, რომელზეც თქვენ ახალ საუბრობთ. არსებული ბიუჯეტი ეს არის ახლა რაც დახმარება იქნება 2011 წლის ბიუჯეტი, მაშინ ცვლილებები ახლა შევიდა. თუმცა იქ არანაირი ესე კონკრეტული მიზნობრიობა ესეთი თანხის არ არსებობს, კარგად ამაც წაკითხული ეს ცვლილებებიც და ეს ტრადიციულად იგივე მეთოდი გრძელდება, რადგან ჩვენ არერთხელ ვაცხადოთ, იგივე 2012 წლის ბიუჯეტი არის გაუმჭირვალი აბსოლუტურად ხალხისგან დამალული, იმიტომ არის ხელფასის ხარჯი და სხვა ხარჯები. და ზოგიერთი ხარჯი თუ არის საქონელი მომსახურება და ისეც პრაქტიკულად გაშლილი არაა და რაც შეეხება 25 მილიონი გამოდის ლარი პრაქტიკულად ეს არის იგივე სახის დახმარების გაცემა სოფლის მეურნეობაზე. მე უბრალოდ ერთ საკითხს მინდა კიდე შევეხო რომ ეს ხელისუფლება რაღაც ამ ბოლო დროს დაიწყო რაღაცა რანგირება ადამიანების ასაკოვანი ცენზის და რაღაც გეოგრაფიული ტერიტორიული ცხოვრების ადგილის მიხედვით. მინდა გაგახსენოთ დაახლოებით ერთი თვის წინ თქვენს რომ 45-დან 60 წლამდე დასაქმებული ადამიანი, ვინც ახლა 1 იანვრიდან დასაქმდება, ისინი მათზე საშემოსავლოს არ იხდის ორგანიზაცია. ესე ვინც უკვე მუშაობს, ესე იგი იმათზე შეხავათი არ არის, იგი ორგანიზაციაზეა და თან უნდა დაასაქმონ ახალი. პენსიებზე არის ლაპარაკი, რომ 1 ოქტომბრიდან თუ სექტემბრიდან გაიზრდება ხელფასის პენსიები, რომელიც შეეხება მხოლოდ 67 წლის ასაკიდან და ზემოთ. ანუ 60-დან 67 წლამდე ვინც არის პენსიონერი, იმას არ ეხება. ეხლა ეს დახმარება მოვიდა და არის გაყოფილი ქალაქის მოსახლეობას არ ეხება და ეხება სოფლის მოსახლეობას. ხო, აბსოლუტურად დაკარგული აქვს მე მგონი ორიენტირი საერთოდ ეკონომიკაში, დახმარებებში და ეს ყველაფერი გამოიხატება საერთოდ ჯამში იმით, რომ არ არსებობს არც სოციალური პოლიტიკა თუ როგორ უნდა დაეხმარონ და არ არსებობს ალკე არც იგივე აგრარული პოლიტიკა თუ როგორ გასაგებია. ეხლა მოусმინოთ მაყურებელს, რომელიც დაგვიკავშირდა ტელეფონის ნომერზე 2499060 მოგესალმებით, გამარჯობა. ალო, გისმენთ ბრძანეთ. გამარჯობა, გენცვალე. მე თქვენ სტუმართან მაქვს შეკითხა და მე მგონი დამეთანხმება უფრო სწორად, მინდა ისეთი რამ უთხრა. მე თანხმობთ თუ არა რომ ხელისუფლება რომ ვაუჩერების დარიგებას აგრძელებს, ეს იმის ნიშანია, რომ სახელმწიფო ქვეყანა არის უკიდურეს გაჭირებულ მდგომარეობაში. მე მგონი მე ასე ვიცი ეკონომისტებისაგან, როდესაც გრძელდება ვაუჩერების დარიგება, ეს არის უკიდურესი მდგომარეობა ქვეყნისა. ეს მეორე. სწორია, ქალბატონი. მეორე, სანამ ჩვენთან პროფესიონალები, პრაქტიკოსები არ მართავენ ნებისმიერ სფეროს. აი მაგალითად როგორც სამდობოდა სანტექნიკი, განათლების მინისტრი, პურის ცხონელი, ეკონომიკის მინისტრი, ისტორიკოსი, ჯანმრთელობის მინისტრი, ასე რომ იყო, ვიტომაც იყო კარგად საქმე. სანამ პროფესიონალები, ნამდვილი შემომქმედი პრაქტიკოსები აი როგორც თქვენ ზანებით მაგალითად ასეთი ბევრი პაპავა, ორახელაშვილი ეკონომიკაში და ასევე ბევრი პროფესიონალი იურისტი, წყინვალე, მინიაური ხელზე აი ესეთი თანამარეკულება საქართველოს საფადეში არაფერი არ ეშველება. მე მგონი ამაში სამეთანხმება. გასაგებია. ქალბატონო, მადლობა ზარისთვის, როგორც მაყურებელმა კითხათ, ანუ ეს არის აღიარება ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში სოციალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაა? თავისთავად, მძიმე მდგომარეობა, მე ამაზე არაერთხელ ჩვენ პარტიასაც გამოცხადებია, თვითონ ბიუჯეტიდანაც გამომდინარე. გეტყვით ქალბატონი, სავსებით სამართლიანი თამაში ალბათ ახსოვს ის პერიოდები, საბჭოთა პერიოდშიც და ეხლა კიდე ალბათ თაობა არის, თუ გვისმენ ეს ნაწილი, რომ როგორ ტალონების დარიგება, ვაუჩერების დარიგება, ეს არის ყოველთვის გაჭირვებული სახელმწიფოს ნაბიჯი, გაჭირვებული სახელმწიფოს თავრობის ნაბიჯი, თუ როგორ რაღაცა შეღავათი მიცეს ქვეყანას, ისიც იმიტომ, რომ ალბათ შეინარჩუნოს თავის ხელისუფლება. ეს ყველასათვის ხადია, იმიტომ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვაუჩერი, ტალონი და ის არ რიგდება რა, ეს რიგდება საქართველოშიც რიგდებოდა კი ბატონო, გახსოვთ ალბათ 91-92 წლებში, შეიძლება 13-იც იყო რაღაც ნაწილი. მანამდეც იყო. ეს არის როცა ქვეყანაში არის გაჭირვება. ეხლა რომელ მიღწევებზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა გეუბნებით რომ არის მინისტრი ახალი დაინიშნა და გახარებული რაღაც პრეზენტაცია გააკეთა, ეხლა 30 ლარი როგორ უნდა დაარიგოს. ნუ ეხლა ეს არის კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია ამაზე. აბა დავით, როგორც ვიცით, გლეხებს გამოუყენებელი ვაუჩერის განახდება შეუძლიათ ბანკში. ანუ გვაქვს თუ არა იმის გარანტია, რომ ამ გლეხმა საერთოდ არ გამოიყენოს, თქვათ?
იმ მიზნით, რა მიზნითაც მათ დაურიგეს ეს 30 ლარიანი ვაუჩერი. ხო, მიზანი ის არის, რომ მათ ხელზე უნდა აიღონ ან გაცვალონ, თქვათ, ხამქიმიკატებში ან რაღაც ასეთ დახმარებაში, ან გაიცვლება ეკვივალენტზე, ან ბანკიდან უნდა გამოიტანონ შესაბამისი თანხა. ნუ რაღაც თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ ნუ მაინც უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ამ ადამიანებამდე მაინც ეს 30 ლარი მაინც მიაღწევს, იმიტომ რომ თქვენ მართლაც ვერ წარმოიდგენთ, არ ვიცი თუ ყოფილ ხართ ან თუ წახვალთ მომავალში, კარგი იქნებოდა, რაოდენ გაჭირვებაში იცხოვროს ძალიან ბევრ ადგილას ადამიანები და მე მგონია, რომ ხა ბანკები იმ თითოეულ სოფელში თუ არ არის, ან რაიონულ ცენტრში არის, ან გვერდზე უფრო შეიძლება დიდ სოფელში რამე განყოფილება იყოს და ალბათ მათამდე ეს დახმარება კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ალბათ მიაღწევს. მაგრამ კავშირი არანაირი ამ დახმარებისას ეს არის სოციალური დახმარება სოფლად ცხოვრები ადამიანების. აი ესე შეიძლება სოფლის მეურნეობასთან არანაირი კავშირი ამას არ აქვს. კარგი, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ თქვათ ეს არ არის ეფექტური 30 ლარიანი ვაუჩერების დარიგება და არ არის საკმარისი, მაგრამ შეიძლება არ არის ვაუჩერის დარიგება კარგი, თუმცა აუცილებელი რეალობაა ხშირ შემთხვევაში. ანუ ვსაუბრობთ მის უარყოფით მხარეებზე, მაგრამ უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ რეალურად 30 ლარიანი ვაუჩერიც რომელიღაც გლეხისთვის მართლად რეალური დახმარება იქნება. იზიარებთ ამ მოსაზრებას. სწორედ ეს თქვი, მე მგონი ერთი წუთის წინ, რომ ეს არის სოციალური დახმარება ამ ადამიანებისთვის და მათთვის, რომ სახელი ქვია სხვა თორე. ეს არის სოციალური დახმარებას ახლა ბევრი ადამიანი რაღაცა ოდენობა ღებულობს საქართველოში სხვადასხვა დაახლოებით ესეა 30 ლარში, ზოგი 22-ს ღებულობს, ზოგი ცოტა მეც. ყოველთვიურად ღებულობენ. ამათვის ეს არის უბრალოდ ამავე სახის სოციალური დახმარება. ერთი თვის ჩათვალეთ 30 ლარად რო ახლა ვერაფერს ვერ გააშენებ, ვერაფერს ვერ მოხდავ და ის ალბათ ყველასათვის ცხადია. მარტო ბაზარზე თუ გახვალთ 30 ლარად არ ვიცი ხა რამდენიმე კილო სხვადასხვა სახის ხილი შეიძლება იყიდოთ. თუ ჩურჩხელაღირს 2 ლარი, მაგალითად ბაზარში ვიყავი ამას წინა და ესე იგი ან შეიძლება ლარნახევარი და 15 ჩურჩხელას იყიდით ახლა. ეს თვითონ არსი არის, თვითონ მახინჯი საერთოდ ეს არის უფრო სოციალისტური ტიპის სახელმწიფოს ფორმის არანაირი აქ ახლა რომ ლიბერალურ ეკონომიკაზე და ლიბერტარიანებზე უნდა გელაპარაკოთ არ რაზეა საუბარი ეს არის სოციალისტური ტიპის ეკონომიკის დახმარება მთავრობის რომელიც მეტი ვერაფერი სხვანაირად არ შეუძლია რამე გააკეთოს და მიდის პირდაპირ ფულის მიცემაზე რომ იქნებ თქვენ მიხედოთ საკუთარ თავს. კარგი, გასაგებია, მოусმინოთ მაყურებელს. ბრძანეთ გამარჯობა. გამარჯობა კიდევ და არ გამთიშოთ ძალიან თქოს შეიძლება ეს არ იყოს ახლა 30 ლარიან რაღაცებთან დაკავშირებული. ერთი რაღაც არ მომეწონა ეს ბატონო ბიძინამ რო ბრძანა რომ აი პოლიციის რეფორმა ეს არაჩვეულებრივი რაღაცა იყო. ეხლა ბატონო ბიძინას დაავიწყა რომ 30 წლის ასაკის 35 წლის ასაკის პროფესიონალი ოპერა მუშაკები რომლებსაც აკადემია დაამთავრეს 4 წელიწად ნახევარი ისწავლეს იმუშავეს ომები გამოიარეს 51 გრადუს ყინვაში ცხინვალში აფხაზეთში ესენი ყველანი დაჯდნენ მერე სახლში რომლებიც ესე იგი 2 ლარი არედოთ ჯიბეში ოპერ მუშაკები ყველაზე პატიოსანი ხალხი იყო ზუსტად პირველად ესენი გავარდნენ სამსახურიდან. კარგით, რა შეეხება კითხვას, გაქვთ თუ არა რაიმე კითხვა? იცით, კითხვასთან მე ახლა ამაზე რაც უნდა ლაპარაკის, ეხლაც ვთქვი, ვინც არ უნდა დაგაფინანსოს, ვინც არ უნდა იყოს ეს. თუ დაფინანსება უნდა და აქამდე მოეცა, თუ არა და მაშინ თუ გეკუთვნოდა მოგეთხოვა აქამდე. კარგით. შენ თორ მოგეთხოვა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი კითხვით მინდა მოგმართოთ. ექსპერტები საუბრობენ იმაზეც, რომ ამ ხელა და ამდენი რაოდენობით მილიონების გაცემა ვაუჩერებში შეიძლება ამან გამოიწვიოს ინფლაცია. არის თუ არა ამის შეშება? გარკვეულწილი პოზიცია სწორია. გარკვეულწილი პრესი იქნება ცხადე ფულის მასა უცბად გაიზრდება თუმცა ეს რეგიონებშია მაინც ასე ვთქვათ გაფანტული და ამის შედეგად მგონია რომ ეს არ იქნება ისე მაღალი ან მნიშვნელოვანი რომ ამ ეტაპზე რაღაც სერიოზული ასე ვთქვათ გავლენა იქონიოს თუმცა რაღაც მინი გავლენა შეიძლება იქონიოს თუ ამას გააგრძელებენ ახლა ყოველ თვიურად ან ასეთი დახმარებების და ასე ვთქვათ ნაღდი ფულის გაცემა ცხადია ეს იქნება სერიოზული პრობლემა უკვე ინფლაციას და ინფლაცია მოგეხსენებათ ეს არის ფასების და ამიტომ საერთოდ დაკარგავს ეფექტს ესეთი დახმარებაც კი კარგით
დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა, ბევრი კითხვა იყო, თუმცა ვერ დავსვით. მაყურებელს შევახსენებთ, ჩვენი სტუმარი იყო თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი დავით ონოფრიშვილი, 249-460 იყო ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. მადლობა ასევე თქვენ მობრძანებისთვის, მადლობა აქტიურობისთვის თქვენ, ხვალამდე გემშვიდობებით, თუმცა არ გადართოთ, როგორც ყოველთვის პირდაპირ ეთერში მუშაობენ ჩემი კოლეგები, განაგრძობენ ნახვამდის.